რა ხდება. და საინტერესოა, გადაცმული მამაკაცი, რომელიც დადგა ქუჩაში, რა ხდებოდა? ნახოთ სიუჟეტი. პროსტიტუციის ლეგალიზაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა. ვინ არის სამსწოროში ბაიკის თოლში და ვინ მართავს უშუალოდ სიტუაციას. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ფარული კამერით გადაღებულ ვიდეო მასალას, რომელიც სულ სხვა რაკურსით დაგვანახავს მოცემულ სიტუაციას. რას თავაზობენ ქართველ მამაკაცებს 21 საუკუნის სექს მუშაკები და რა თანხებთან არის ასოცირებული მათთან ერთი ღამის სიამოვნება. პირველად ვარ დღეს. თქვენ რა საკეთებთ აქ მამამჩაო? ჩვენ 20 წელია ტრასაზე ვარ. ძველი გზებია. გააჩნია შეგაგინდა. ყველაფერს. მინეტი. კი ბატონო. 150-დან ზევით. გრეზინი. კი ბატონო. Сколько? Еще сколько? Да. Камаджоба. Спасибо. შენთან რა ღირს? როგორ შევთანხმდით? ამათთან უნდა გაიარო, როგორ სიტუაცია? ჩანხარ. შენ მამაშა ხარ? რაც მოხდებს 40 საათი ლარა. ძმაო, არა მარტრაგა. მაშინ მინეტი 20 საათი ლარი. ბასად. აქ. ბიჭი. ერბი არა. შედიხით. არა. რა ვიცი, აღარ მინდა. როგორ ხასია? სამ უმროს გარდა ალბათ 50. თუნდაც მანქანაში. ანუ უფრო იაფად გვინდა? გაძე ცოტა ხანი. არა, მადლობა. პატრული გამოდის. პავლოვი, ბახტრიონი, სანაპირო, ცირკის მიმდებარე ტერიტორია. ალბათ ყველას გეცნობათ ეს ადგილები. ეს ის ადგილებია, სადაც საღამო საათებში მინიმალურ ფასად მაქსიმალური სიამოვნების მიღება შეგიძლიათ.